That's our hope. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევა საჭირო ნაბიჯებზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, როდესაც ვხედავთ ძალადობას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არ არის ის, რისი იგნორირებაც შეგვიძლია, ან რასაც შევეგუებით. ლიეტუვაში ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები თითქმის 30 პირის წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციური პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ასევე დააწესოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ასევე უნდა გავაჟღეროთ ძლიერი გზავნილი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოვოთ. ასევე შევაჩეროთ ყველანაირი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის ინსტიტუტებთან. შევაჩეროთ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუტებისთვის. მეორეს მხრივ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის ფინანსური პაკეტი გვჭირდება, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილები, რადგან სწორედ ახლა საჭირო გავუგზავნოთ გზავნილი ქართულ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, ევროპა თქვენთანაა, ევროპას სჭირდებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან ეს იქნება სწორი გზა შექმნილი სიტუაციის გადასაწყვეტად.